საგარეჯოში სოფელ ხაშმის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია, დაწესებულება 320 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და საერთო დარბაზები. ასევე მოეწყო სკოლის გარე სივრცე და სპორტული მოედანი. განათლების სამინისტრო აგრძელებს სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით მუშაობას. დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლა გავხსენით, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. მე მინდა პირველ რიგში მიულოცო მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სკოლის ხელმძღვანელობას კომფორტულ უსაფრთხო გარემოში სწავლის და მუშაობის შესაძლებლობა. ხარული ვარ, რომ ჩვენ სოფელში აი ასეთი შესანიშნავი სკოლა გვაქვს. დიდი მადლობელი ვარ მეც, ჩემი სოფლის მოსახლეობა, მშობლები, მოსწავლეები აი ამ შესანიშნავი სკოლისთვის. ძალიან მოკლე ვადაში და დროულად შევძელით ჩვენ შემოსვლა ამ სკოლაში.